თითქმის ერთი თვეა, რაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ახალი პროექტი მკითხველთა კონკურსი დაიწყო, რომლის მიზანია მკითხველთა წახალისება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობა ეროვნული ბიბლიოთეკის ნებისმიერ მკითხველს შეეძლება. მკითხველთა კონკურსი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის პირველი მცდელობა ასეთი სახით კონკურსის ჩატარებისა. ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენთვის, ისევე მკითხველებისთვის, თანამშრომლობისა და ურთიერთობისა და არის ძალიან კარგი გამოხატულება ჩვენი მხრიდან. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უფრო მასშტაბური იქნება ასეთი კონკურსი, ჩაერთვებიან კერძო კომპანიები, რომლებიც უფრო მეტად გაზრდიან საპრიზო ფონდს, საჩუქრებს და ასე შემდეგ და მკითხველები უფრო მეტად აქტიურები იქნებიან და მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს კონკურსში, თუმცა აქტივობა არც წელს არ გვაკლდა, მაგრამ სასურველია უფრო დიდი მასშტაბების მიღწევა და მე ბუნებრივია ყველა მკითხველს უსურვებ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ ისინი კმაყოფილები იქნებიან კონკურსის შედეგებით. მკითხველთა კონკურსის, რომელიც ჯერ კიდევ შუა ეტაპზეა, პირობაა კონკურსანტებს წაკითხული უნდა ჰქონდეთ ჯემალ ქარჩხაძის, ანტონიო და დავითი და ალბერ კამიუს უცხო. კონკურსანტებმა შეავსეს ამ წიგნებზე შედგენილი ტესტები, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ტესტირება 40 მკითხველმა გაიარა. საუკეთესოები გადავლენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე, სადაც კონკურსანტებმა ჟიურის ამ ორი წიგნის შესახებ პრეზენტაციები უნდა წარუდგინონ. პირველ რიგში ქარჩხაძე ჩემს საყვარელი მწერალია, ძალიან დამაინტერესა ამ ნაწარმოებმა, რომელიც არ მქონდა წაკითხული. ძალიან მომეწონა თვითონ თემატიკა, არჩეული ორი ნაწარმოების, რომელიც პარალელის გავლება შესაძლებელია. თვითონ ტესტის სტრუქტურა ძალიან მომეწონა, იყო დეტალებზე გამახვილებული ყურადღება და ბევრი რამე, რასაც თქვა, ვერ მივაქცე კითხვის ყურადღება, ახლა გახდა ჩემთვის საინტერესო. ანუ კიდევ და კიდევ მეტი სურვილი უჩნდება მკითხველს წაიკითხოს და უფრო მეტი ყურადღებით და მეტი დაკვირვებით. ამ კონკურსის ფინალში გადასული მონაწილეებს მესამე ეტაპზე ელით საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება ჟიურის წინაშე. აქ ძალიან რთულად არის საქმე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რაღაც მკაცრი საზომი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ იცის თუ არა მკითხველმა ტექსტი, გაიგო თუ არა, იცის თუ არა. მაგრამ რაც შეეხება შემდეგ შეფასებით ან ანალიზს ამა თუ იმ ნაწარმოების, აქ უკვე ნამდვილად სუბიექტურად მოგვიწევს ამ ყველაფერზე მსჯელობა. შეიძლება არ დაემთხვეს ჩვენი და კონკურსანტის წარმოდგენები, მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი და აქ არ არსებობს, მე მგონი, ჩემი მხრიდან არ არსებობს რაღაც კრიტერიუმი, რომელშიც აუცილებლად ჩააჯდეს მკითხველის მიერ მიღებული შთაბეჭდილება წიგნისგან, ავტორისგან. გამარჯვებულად დასახელდება 3 საუკეთესო პრეზენტაციის ავტორი. გამარჯვებულები 1 მაისს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ზოგადად მხარდაჭერი ყველა იმ ინიციატივის, რომელიც კითხვის და წიგნის პოპულარიზაციას ეხება. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა ამ შემთხვევაში სწორედ ამ მიმართულებით იყო განპირობებული, როდესაც თანამსახურებთან ერთად დავიწყეთ კონკურსი, რომელიც მიემართება ამ შემთხვევაში პირდაპირ მკითხველს, მკითხველის წახალისებას ზოგადად. შესაბამისად, ვთქვათ, ეს კონკურსი მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად, 2 ეტაპი უკვე არის დასრულებული და უკვე მოახლოებული არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ეტაპი ჟიურისთან გასაუბრება. მე ვფიქრობ, რომ ცხადია პირველ რიგში ამ ადამიანებს უნდა უსურვოთ წარმატება, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები აქტიურობენ და აქტიურობენ იმ მიმართულებით, რასაც ზოგადად კითხვა და წიგნიერება ქვია, ასე რომ ჩვენ სწორედ აი ამგვარი კონკურსებით ვტესტავთ ზოგადად კითხველის მზაობას წიგნისადმი სიყვარულის მიმართულებით და ჩვენ მხრივ ვართ ძალიან მოხარულები, როგორც თქვა, კითხველის აქტიურობით, ისევე სპონსორების აქტიურობითაც, რომელთაც არ დაიზარეს სხვადასხვა ადგილ, სხვადასხვა პრიზი გადასცემა.